ანუ რა იმპრესივია შეჩემ ვეღადავები. Image biggest flex-ია ჩემ გამოვანეთ. დეგერთი, მინის ფორუმის დეგერთი, რომელიც $90 შეგიძლიათ შეიძინოთ და ნებისმიერი ბარეთ დაერთოთ 30-60-დან 80-90-ის დამთავრებული. გამარჯობა მეგობრებო, მე ოტო ვარ, ეს ნიკო და ეს არხის Space 4.0-ია. და თელავში აღარ ვართ მეგობრებო, ჩვენ უკვე ძალიან მაგარ სტუდიაში დავბრუნდით. უკვე ძალიან მაგარია. იმიტომ რომ გავფართოვდით და ამდენი რაღაცეები გვაქვს, რობოტიკის კომპონენტები და აშ. ჩვენ რა ჩვენ. ხო. დღევანდელი ვიდეო შეეხება მინი კომპიუტერებს. რა არის მინი კომპიუტერი? ერთ მინი კომპიუტერს, რომელიც ყველაზე პატარაა დედამიწის ზურგზე. არა, ზოგადად ყველა მინი კომპიუტერი კვანტური კომპიუტერების გარდა. მოვიხილოთ. არა, კვანტურ კომპიუტერებზე არ ვსაუბრობთ. ვსაუბრობთ აი მოკლებებისთვის ხელმისაწვდომ მინი კომპიუტერებზე. Mac. ხო, Mac mini. Mac mini მაგალითად. ან Nuki რო არის Intel-ის. Intel Voice. Intel Nuki. Intel Nuki. Nuki-ა თუ ქვია. იმიტომ რომ nuclear bomb-ია. Intel nuclear. ჩემ ამერიკამ გამომწერმა, ჩემ მეგობრებმა გამოვიგზავნა საჩუქარი ჩინეთიდან. მე რა კიდენ თუ იყო ჩინეთიდან რა დავუცი. ნიკოს გამოვიგზავნა საჩუქარი. მე რა ნიკო განახევრას Face 4.0-ს გამოვიგზავნა. და მეგობრებო, ეს არის მინი კომპიუტერების მწვერვალი. ეს Everest-ი მინი კომპიუტერების კაცხრა თუ რომელი ქვია? რას? პიკი რო არის. ხო, კაცხრა. KK. ეს არის მინის ფორუმი. ერთ-ერთი მინი კომპიუტერი, ნუ ზედაპირველად ვთქვათ, კონკურენტი Mac Mini-ის ან Mac Mini-ის killer-ი მეგობრებო. Intel Nuki-ის კონკურენტი. თუმცა გაცილებით ბიუჯეტურია. აი. ხო. switch. გაცილებით ბიუჯეტურია და რაც კი წარმოგიდგენიათ, იძათ მაღალი მონაცემებია. ძალიან ძლიერია მეგობრებო. და სულ რაღაც ღირს $600. ამ მონაცემებისთვის რასაც გაიგებთ, სიტყვით რომ უი რა იაფი ყოფილა. ხო, ერთადერთი უარყოფითი რაც აქვს განსხვავებით ლეპტოპისგან მონიტორი არ მოგვევა. რა თუ რა თქმა უნდა, ხო. ჩართავ დააჭერ ჩართული. ის საერთოდ სერვერებისთვის იყენებენ მეგობრებო და ჩვენი გადამღებით ცოტნე არის ამის ექსპერტი. სელერონებზე ამუშავებს ყველაფერს მეგობრებო. ანუ საერთოდ არ ჭირდება მას არც Intel-ის რაღაც სელერონი რო ნორმალური არც რა დუნდა. სელერონი მეგობრებო პენსიო მოთხი და მიდი მიუშვი ეგრევე ავი სისტემას გაგიმართავს ჩაოლებრივად. მაგრამ ჩვენ არ ყოფნის ეგ. მოგეთ, ამიტომ შეგექნება ამის გავყუთვა, თუ unboxing-ი როგორ უნდა დაუწახო არ ვიცი. განყუთვა. ეს კონკრეტული სამ გავყუთვათ, მოდი მონაცემი ჩამოვთვალოთ. და 64 რამი აქვს პირველ რიგში მეგობრებო, ამით დავიწყოთ. არის Ryzen-ის პროცესორზე, DDR5. Ryzen 9. GDDR5. აი Ryzen 9 7940. MX-ია მე მგონი. ან HS. არა HS. HS პროცესორია. აქვს ინტეგრირებული ვიდეო ბარათი და ასევე შეუძლია დაიერთოს კიდე გარე ვიდეო ბარათი. ისევ მინის ფორუმის დეგერთს გამოიწერთ მეგობრებო $90-ში და ნებისმიერ ვიდეო ბარათს 30, 50-დან 90 არა 40-90-მდე ბოდიში დაერთებთ 30-50-დან 40-90-მდე. USB 4-დან 0-ის გამოყენებით. 4.0 და Type-C. Type-C-ის გამოყენებით. 4.0. ორი პორტი აქვს 4.0-ის. ხო, ამ კონკრეტულს აქვს 1 ტერაბაიტი მეხსიერება SSD. ფოტო ვანახოთ რა როგორ ერთდება. აი ეს აი დანჩინი ვანახოთ მოდი რა. ხო, ყველაფერი არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენი ეს მეგობარი მთლად ისეთი არ არის რა შესაძლებელი. ანუ Mac Mini გვჭირდება აუცილებლად და Intel-ის Nuki რომ ჩვენი აი ეს მინი კომპიუტერების განხილვის სერია საბოლოოდ დავასრულოთ. ის ეს რა არის? ეს არის 3D დაბეჭდილი. სანდი კიდევა ეგენი. ეს? მათმა რომ მოგწერონ არა. რა? Mac Mini. iSpace-მა მოგწეროს და Nuki ეკნება ვინმეს. Nuki ავი ეკნებათ. თუ გაქვთ ტექნიკის მაღაზია და ვიყურებთ და გინდათ რომ შევადაროთ და ეხლა რას ვიტყვით არ ვიცით ეს ყველას ჯობია მაინც. გავტესტოთ. Oh god. ვიტომჭრი მიდი. Oh satisfying. ეს თამაშდება, აბსოლუტური ხო წაიღეს და ესეც გააყოლეთ. ვაი რა გაი. ჩემ
ჩემთვის გამიყუთ კამერასთან კი. შიგით რაღაც კანავს მეგობრებო შევა დალეწილი არ ვიცი თქვენთან ერთად ხსნით პირველად. ახლა იყო მოაწვია დაიჭირე. ვაი. აი სუნამო შეფუთვა არ არის მეგობრებო? ვაი, აკრატო არა აკრატო. მინიმალიზმი. და რა თქმა უნდა QR კოდი რომელსაც არ განახებთ, იმიტომ რომ თქვენ დაასკანერებთ. რა პატარა. ეგიცი, ბოჭა რა მოიგო. ეგიცი აი შევსვიდო რომ ანახა კამერას და ყველა უნდა ასკანერა. აი მეგობრებო, ასე გამოიყურება ჩვენი მინი კომპიუტერი. არც ღილაკი აქვს არაფერი. დავსკანს. ესე ვანახოთ რა, არა მოვიდეთ. ხარო გადმოვართ, სააგავით. აი ასე გამოიყურება მეგობრებო მინი კომპიუტერი. ნუ მონიტორი ხა? მონიტორი არ გჭირდება რა, ამოიღეთ. ვაუ. ეს მუშაობს სელერონზე მეგობრებო. ყუთე ხა და პორტები დავოთ. ეხლა აუ, არა პროფესიონალი გამყუთველები ვართ მეგობრებო. ჩვენი პირველი გამყუთვა. რა, ერთი სულ სახში გადასტავა და ჩავართავში. ძალიან კარგია. რა პატარა. ეს ვეროს. ვაუ. და სულ რაღაც მეგობრებო ჩემი ხელის თორ. თუ ხართ ბეგი შავლების გამოყენებელი, შეგიძლია ჯიბით ატაროთ. ბეგი ჯინს ვინც იყენებს დიახ და ჯიბით ატაროთ. უდის ჯიბე შეგიძლიათ ტენოთ ეგრევე. აი, ანუ რეალურად უამრავი ვთქვათ, პორტია. ძალიან კომფორტულია საწარებლად რა. და მეგობრებო, ჩაიდე. 5 ვატი ელექტროენერგია ჭირდება მაშინ, როდესაც უბრალოდ ჩართულია და მაქსიმუმ, აი ყველაზე მაქსიმალურად რომ წერია. დავტვირთოთ 85 ვოლტამდე არის მაქსიმუმ. მაგრამ ვიდეო ბარათს გარეშე რა თქმა უნდა. 19 ვოლტი აზერია. არიციან მაგათმა რა იციან ჩინური. მოკლედ, ღილაკი ჩამრთველი იქით რომ ნეუტრიალო. ჩამრთველი ღილაკი, ორი Type-C პორტი, აუდიო ჯეკი, 4.0. USB 4-დან 0 და USB 4-დან 0. ბენგერი კოლაბი. მაგიტო რომ ჩვენ გვაქვს მეგობრებო USB 4-დან 0-დან კოლაბორაცია. ეს არის წინ პორტები რა, რაც შეიძლება გამოიყენო უშუალოდ მუშაობის დროს. ჩვენი სტუდენტების აწყობილია. კაი, ესე მოვჭერთ. ესე იგი, უკან არის ერთი კვების პორტი, ორი HDMI პორტი, ერთი სელის ჩეკილეკი. პორტი და 4 USB პორტი. 3-დან 0-ია, ოღონდ ესენი მეგობრებო. ალბათ. ხო, როგორ შეუულია. და აქვს 1 ტერაბაიტი მეხსიერება, M2-ის SSD უყენია და არის უსწრაფესი. ნუ აპგრეიდი შემდეგ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, გავხსნათ და ვნახოთ როგორ კეთდება. მოკლედ თუ გაინტერესებთ ესეთი კონტენტი, აუცილებლად Mac Mini-საც აქედან ჩანს. ჩავუკუთავთ მომავალში. აქედან ჩანს შინით როგორ არის ჩალგებული, აი ძალიან მაგრა, თან კომფორტულად არის. აი. უჭირინეთ გაზომეთ. და მეგობრებო, ამ ყუთში კიდევ რაღაცეები დევს ალბათ. ხმად ყვილად არ ექნებოდა. ყვილად ქონდა. და ეს არის ამერიკიდან და შესაბამისად მოყვა. ამაზე თუ წუნებდი სად ვიყიდო მეგობრებო, მეთქე შეგიძლიათ პირდაპირ მონიტორზე უკან დაამაგროთ, აი ესე. ხო, და მონიტორის უკან იქნება კომპიუტერი. და მონიტორ კომპიუტერი გექნებათ. მონიტორ კომპიუტერი. ტრალერას გავს. მოყვა. აი ამას ვერ ვიტან, აი. ყველაზე ცუდი რაღაცა. ის რა დუნდა ამ ხელადა. აი ეს არ მომწონს მეგობრებო. არა, კაია, ზედრო არა კაია. მაინც კაია მეგობრებო. ეს ადაპტერი არის კვება ხო უნდა ქონდეს. DVI switcher ადაპტერი. კაი. რაღაცა მონაცემებზე. ჩორთ. აუ ეხლა ეს ის იყოს რაც მე მგონია და არა მეგობრებო. HDMI-ია უბრალოდ. შეიძლება და HDMI display პორტზე. და რაღაც სტიკერი მოვა. აბა. HDMI რაღაცა პლასმასია კიდე. რეზინი. ისინი ფეხები არის. აი. გამოსასვლელი? ხო. დონე ჩემი. თუ დაგეკარგათ. არა. არ უნდა ჭოში. თუ დაგეკარგათ ფეხი. თუ დაგეკარგათ ორი ფეხი, შეგიძლიათ აქ ორი მოჭრათ და უკან დაამოწუროთ რატომ? აი ეს მეგობრებო გამიხარდა ყველაზე მეტად. ამას მაგი დისკოში მივამაგრებთ ესე? ეს არ გიხარდა. არა. ამას მივამაგრებთ ქვემოთ და ესე გვექნება კომპიუტერი. ფარული მალული. ეს ალბათ 2.0 იქნება რა ვიცი. იმედი მაქვს. რატო არა წერი არასდროს HDMI-ს რომელია? რატომ რა გინდა? როგორ უნდა გაარკვიო?
ლოგიკურად ამას 2-0 მოყვა. რატო იქნება 1-4? რატო? რატო? ვაუ. High speed HDMI, ანუ ახალია დიახ. საჩორთოთ. შტეპსში. შეერთება. და მოხდა. რომ მოხდარი. აუ ჩემი რომ განათება რაღაც. ილაპარაკი. და მეგობრებო, გამწონდა. დააჭირე? კი. არა დავიჭირა. აა ტელევიზორი გათიშული. და ჩაირთო მეგობრებო, მაგრამ ჩვენ ვერ ხედავთ რა ჩაირთო. რა ჩუმი არის ბიჭო? ხმა საერთოდ არ აქვს, შეიძლება დაიწო. და მაგიტო არ აქვს ხმა. კულე აკიალებს. მართლა. მართლა. მეგობრებო, რაღაც დაემართა. აი, წამოიღო სითბო უკან. გუგე აიჩი. მოკლედ მეგობრებო, ჩაირთო ნამდვილად მუშაობს. უმუშევრესია. არ მოგვატყო ჩემო ამერიკელმა მეგობარმა. კულერი მაინც არის. დამწვარი არ გამოუგზავნია. და ახლა რა უპირატესობები აქვს ამ მინის ფორუმს ინტელთან და მაგთან შედარებით. აწერია რომ ეს არის უკანა მხარეო. აი აწერია დიდზე. და მოკლედ მეგობრებო, მაკმინი ბევრად უფრო ძვირი ღირს. მისი სნუკიც. დაახლოებით იგივე მონაცემ, იგივე არა, მოდი ესე ავიღოთ 256-იანი. ეს ტერაბაიტიანია 16 რამით. და M2. ეს 64-ით-ა? ან M3 პროცესორით შეიძლება დაგიждეთ 2500 ლარამდე. ზუსტ ფასებს აი აქ ამოვანათებთ იგივე დაახლოებით ეკვივალენტ მონაცემებზე რომ იყოს. და Intel NUC-იც დაახლოებით ეკვივალენტ მონაცემებზე შეიძლება ორჯერ უფრო მეტი დაждდეს. ეს ზუსტად ღირდა $600. შეგიძლიათ საიტზე შეგძანეთ, არ არის დასპონსორებული ვიდეო, მოკლედ მინის ფორუმმა საერთოდ არის ის ჩვენი არსებობის შესახებ. რა, გამოგვიგზო. მინის ფორუმმა არა. აჰო. ჩვენი არსებობის შესახებ საერთოდ არ იცის, მაგრამ ეს არის მოკლედ ერთ-ერთი ყველაზე ძლავრი და იაფიანი მინი კომპიუტერი, რომელიც შეიძლება შეიძინოთ. რა დადებითები აქვს? პატარა. პერსონალური კომპიუტერი. კილოგრამი და 200-ია მეგობრებო, სულ. რომელიც, ხო, სუბუქია. მარტივად იწმინდება. ყველა შეგიძლია წაიღო. და დამატებით შეგიძლიათ SSD ჩაამატოთ კიდევ. ეტევა ეგეც როგორ არ ვიცით, მაგრამ ეტევა მოკლედ. იაფია. იაფია. აი შეგიძლიათ სამსახურში ატაროთ ლეპტოპის ნაცვლად. და მონიტორზე შეგიძლია. პორტაბლე მონიტორები შეიძინოთ. მოკლედ ძალიან კარგია რა. ნელ-ნელა უკვე გადავდივართ იმ ინდუსტრიაში, სადაც კომპიუტერების ზომა ამ დონემდე ეს ძალიან შემცირდება. ხერხემის პრობლემა ვისაც გვაქვს დესკტოპ კომპიუტერები როგორ ვათრიოთ. თუ მაგის ლეპტოპი არ აქვს. ისე არ უნდა ათრიოს. და მეგობრებო, შეცდომაში შეგიყვანეთ. მოკლედ, არსებობს კიდე დასაკეთი ეკრანებიც არსებობს, ან ისეთი რა, ამასთან ერთად ორ ჩაიდო ჩანთაში და ჯიბით ატარო. და არსებობს მეგობრებო USB კომპიუტერები, რომ ესეთ აი ფლეშკას რასაც ეძახიან, მაგას შეაერთებთ, სადღა ერთებთ თუ კომპიუტერია. მონიტორში. ტელევიზორში რომ შეაერთო USB და და ჩვეულებრივად კომპიუტერი გექნებათ, მართლა. ფოტოს აი არ. მაგრამ ნუ მაგის მონაცემები რა თქმა უნდა ბევრად უფრო სუსტია. ახლოსაც ვერ მოვა ამასთან. მოკლედ ეს იყო Mac Mini-ის კილერი და ეს იყო Space 4-დან 2.